კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრა ერევანში უკრაინის პრეზიდენტმა მას ხელი ჩამოართვა. კობახიძის ცნობით უკრაინული მხარის ინიციატივით პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა შედგა, სადაც საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო. ეროვნიდან გავრცელებული კადრების მიხედვით 48 ქვეყნის ლიდერიდან კობახიძემ მცირე კომუნიკაცია მხოლოდ 4 მათგანთან დაამყარა. საერთო ფოტოს გადაღების შემდეგ ის ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს ესალმება, მანამდე კი მაკრონს. ფოტოსესიისას კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტის გვერდით დგას, მცირე კომუნიკაცია მას რობერტა მეცოლასთანაც ჰქონდა. უკრაინულ დრონებს შეუძლიათ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე ჩაფრინდნენ, განაცხადა ზელენსკიმ ერევანში მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, ეს კარგი სიგნალია იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ გამოიყურება ისე ძლიერად, როგორც ადრე. პუტინს თავდასხმისა და სახელმწიფო გადატრიალების ეშინია, ძალოვანებს შორის კონფლიქტი მწვავდება. შოიგუ გადატრიალების მცდელობის რისკთან ასოცირდება. დამოუკიდებელი რუსულენოვანი ინტერნეტ გამოცემა ევროპული დაზვერვის ანგარიშს აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, დოკუმენტი მათ ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფოს მთავრობის ოფიციალურმა პირმა გადასცა. ამერიკის ცენტრალური სარდლობა პროექტ თავისუფლების ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი სავაჭრო გემების გათავისუფლებას იწყებს, მისია ტრამპის განკარგულებით ხორციელდება. ამერიკის პრეზიდენტმა გადაწყვეტილების შესახებ დღეს განაცხადა.